მუსლიმი რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებებით ცხოვრობს. ძვირფასო მორწმუნენო, უზენაესი გამჩენი წმინდა ყურანში ბრძანებს. თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის. ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალაჰის. ხოლო რომ ერწმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან. ალ-იმრანი 3:110. ძვირფასო მორწმუნენო, ყოველი მორწმუნე, რომელიც საუკეთესო უმეთის წოდებას იმსახურებს, თავის გულსა და გონებაში მხოლოდ და მხოლოდ ისლამურ ღირებულებებს ათავსებს. ჭეშმარიტი მორწმუნე ყურადღებით ეკიდება ყველა იმ იდეას, მოსაზრებას, პრაქტიკას ან ჩვევას, რომელთა საფუძველი ღვთიურ გზავნილს არ ეყრდნობა. ის ყველა იმ საფრთხეს იზიარებს და გაურბის, რომლებმაც შესაძლოა მისი რწმენა დააზიანოს. მის სიტყვასა და ქცევებს ისლამის ზნეობა განსაზღვრავს. ნამდვილი მორწმუნეთათვის ამ ქვეყნიური მისწრაფებები და ლტოლვები ინტერესის საგანი არ გახლავთ. მან იცის ალალი შრომისა და შრომით მიღებული სარჩოს ბარაქიანობის ფასი. მან იცის, რომ ყოველი მისი ნამოქმედარისთვის პასუხისგება გარდუვალია. მას მხოლოდ ალალი აკმაყოფილებს, თუნდაც მცირედი იყოს. ის ისევე შორს დგას ალკოჰოლისა და აზარტული თამაშებისგან და ასეთ სახიფათო და მავნე ჩვევებში სიცოცხლეს არ ხარჯავს. ძვირფასო მორწმუნენო, ნამდვილი მორწმუნე მუსლიმი, რომელიმე პოპულარული კულტურის ხაფანგში არ გაეբლება და ისლამისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესს არ გაჰყვება. ყველა ის სიმბოლო, გართობის ფორმები და შეხედულებები, რომლებიც ისლამს არ შეესაბამება, მართლმორწმუნე მუსლიმს არ შეეფერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრადიცია და რწმენა დასუსტდება და მომავალი თაობები ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და მორწმუნეობრივ ღირებულებებს აცდებიან. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ერი განადგურდა და მის მიზეზი ჯერ რწმენისა და ღირებულებების, შემდეგ კი კულტურის, ლიტერატურის და ხელოვნების დაკარგვა იყო. ძვირფასო მორწმუნენო, ჰადისის მიხედვით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს. ვინც სხვა ხალხზე დამსგავსებას ცდილობს, ის მათთაგანია. როდესაც ადამიანი საკუთარ ღირებულებებს, საკუთარ რწმენას უღალატებს და სხვისი რწმენის, სხვისი ტრადიციებისა და ადათების მიხედვით ცხოვრებას დაიწყებს, ბოლოს მათიანი გახდება. ფიზიკური მსგავსება საბოლოო ჯამში სულიერ მსგავსებას წარმოშობს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთისა და მომავალი თაობის მიმართ გაგვაჩნია. მთელი გულით ყურანსა და სუნას მივეჯაჭვოთ. ცხოვრების ნებისმიერი წამი ისლამის ზნეობით ვიცხოვროთ. ყოველ მხრივ მოვერიდოთ ყველა იმ სიტყვას და ქცევას, რომლებიც ჩვენი გაჩენის მიზანს დაგვაშორებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ღირსეული საზოგადოება რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებებით აგრძელებს არსებობას.